ერთ ჩემი ეს. ამიტომ აი ეს სისტემა თავიდანვე არის კორუფციის წყარო და მე უფრო მეცაც ვიტყვი, უამრავი ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირადად მე და ჩემს პარტიას გვიმხელია ხელისუფლება, ეს იქნებოდა სამხარეო თუ რაიონული, ყალბი პენსიონერებისათვის პენსიების დარიგებაში მაშინ როდესაც ნამდვილი პენსიონერი პენსიას ვერ იღებს, საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში, საბიუჯეტო სახსრების არადანიშნულებების გამოყენებაში, რაც იმას გულისხმობს. აი ახლა ტელევიზიით გადის მოქალაქეთა კავშირის რეკლამები, ორი სერიაში გადის და თქვენთან შუქი არის დასაგიფი არის და არც მეგალოთ მანამ ისე იქნება. გადის ეს რეკლამები. გადის გამგეობის ანგარიშიდან გადარიცხული ფული. რატო ისთვის როცა ეს ფული ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და მოქალაქეთა კავშირი ისეთი რიგითი პარტია წესით, რა თქმა უნდა, რეალურად არა, ან წესით, როგორც სხვა პარტიები, კეთილი უნდა ინების იმანაც ისეთი ხარჯი უნდა გასწიოს, როგორც ნუ აი ამ უკანონობის სფეროდან მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ამათი განთავისუფლების ერთადერთი გზა არის აი ეს ერთი ბიულეტინი, რომელსაც თქვენ მივხართ და შეიახასეთ. ესე იგი უამრავი ფაქტი იყო თარგმანში. კასპის რაიონში იქნა პირველად ეს დიდი რაოდენობით პენსიების დატაცება. ის პიროვნება, ვინც იმ დროს კასპის რაიონის ხელმძღვანელად დანიშნეს გუბერნატორად. ანალოგიური იყო რამდენიმე სოფელში ის ხალხი დააწინაურეს რაიონის დონეზე. ანალოგიური დავაფიქსირეთ ხაშურის რაიონში, ის კაცი გადმოიყვანეს გულში გუბერნატორის მოადგილედ. ნუ ერთ სიტყვით კომენტარია გზეთმეტია. კომენტარი ზედმეტია იმ მარტივი მიზეზით, რომ როგორც ამბობენ, ძაღლი ძაღლს თავს ანახავს. მე ერთი ჩემი პარტიის უპირატესობა სხვასთან შედარებით შეიძლება გამოვიდე. სახალხო პარტია ერთადერთი პარტია მოქმედ პარტიებს შორის, ну ძლიერ პარტიებზე ხომ პატარა 5-კაციან და 6-კაციან პარტიებზე არ მაქვს ლაპარაკი, სუფრაზე რომ გადაწყვეტეს პარტიაში, რომელიც შეიქმნა ხალხის წიაღში. დანარჩენი ყველა პარტია მათი ლიდერის თავმჯდომარებით შექმნილია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ ხელისუფლების მიერ. ეს რას ნიშნავს? ჯერ გვარებს ჩამოვთქვი, ძლიერ პარტიებზე ვლაპარაკობ. მოქალაქეთა კავშირი შევარნაძემ შექმნა შევარნაძის პარტია ხელისუფლებაში. სოციალისტური პარტია, ჩეულიშვილის პარტია, როცა ჩეულიშვილი იყო სპიკერი და პარლამენტის თავმჯდომარე, იმ დროს შეიქმნა. ტრადიციონალისტთა კავშირი, როცა იყო აკაკი ესაკიანი პარლამენტის სპიკერი, მაშინ შეიქმნა. რა ქვია? ლეიბორისტული პარტია, როცა ლეიბორისტული ფრაქცია ჩამოყალიბდა პარლამენტში, იმის მერე შეიქმნა. ერთადერთი არის სახალხო პარტია. მიგონია ძლიერ მოქმედ პარტიებს შორის, რომელიც ხალხის წიაღში შეიქმნა, სახალხო პარტია შეიქმნა. თქვენიცით, რა ქვია? მამუკა გიორგაძე, გია ჭანტურიას, აი ედპ-ს, ასე ვთქვათ, განვითარების შედეგად და მე გარკვეული პიროვნებები მოდიოდნენ ჩვენთან მიდიოდნენ და აი ეს იყო გუნდი შეიქმნა ყოველ შემთხვევაში ეკლესიაში. აი ამ პარტიის ძირითადი ბირთვი და გუნდი. და შემდეგ უამრავი პერიოდი გამოვიარეთ, დევნა შევცვლება და რაღაც და მაინც ხალხთან ჩვენმა ახლოს ყოფნა უზრუნველყო ის, რომ მე 27 წლის კაცს, უბრალოდ მუშის შვილი კაცს, გორელი კაცს, საშუალება მომეცა, დავდარბა პარლამენტის წევრი. მაშინ როდესაც მეუბნებათ თქვენიცი დიდი ფულის დახარჯა და ვერ გამიგე. უბრალოდ აი ეს არის ხალხთან ყოფნის დასტური და ხალხის ძალის გამოხატულება. ეხლა მეძე გვაქვს პრეტენზია. იმიტომ რომ ის პირობები, რა პირობებზეც ჩვენ მოვედით პარლამენტში, არ შეგვიცხვენია, იმ ხაზიდან არ გადაგვიხვევია, მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვიძახი, ბევრი ცდუნებას რას უგულისხმობ, რომ სად იყო მოქალაქეთა კავშირი, რომ ჩვენ ვიცნობ და ხალხი და ჩვენ გქონდა იგივე შევარნაძისთანაც ურთიერთობა და ჩვენ შეგვეძლო ვიყავით შევარნაძის პარტია. აგერ ბევრი დამსწრე ამ დარბაზში ვიცნობს პირადადაც და პარტიის ისტორიასაც იცნობს. ვინ იყო ზურაბშოვანია, როცა იყო მამუკა გიორგაძე იგივე და შეიძლებოდა, რა ქვია, ის ყოფილიყო ამაში ერთ-ერთი ლიდერი. ამ ცდუნებაზე არ წავედით არც იმ ცდუნებაზე, რომ როდესაც ვაძლევდნენ გარკვეული მინისტრების პოსტს, ჩვენი ბევრი ლიდერი თავის დროზე კი არა, ეხლაც მინისტრზე მეტიც არის თავის დონით და შესაძლებლობებით. არ წავედით არც იმ ცდუნებაზე, რომ ხელისუფლება გაგვეყო ვიღაცასთან რაღაც ხალხის საზიანო გარიგებით. არც მაგ ცდუნებაზე არ წავედით. და არ წავედით
იმ იდეის წინააღმდეგ რა იდეამაც ჩვენ მოგვიყვანა. ეს არის დამოუკიდებლობა, ეს არის დემოკრატია და ეს არის ხალხის ნება. ხალხის ნება იყო ის რომ ჩვენ მივედით პარლამენტზე. ჩვენ გვინდა ეს გავაღრმავოთ და მეტი შევძლოთ. ჩვენ არ შევეკარით ამ მთავრობას და გავერთიებით არის ესეთი მოძრაობა დიდგორი, აქ არის უამრავი პატიოსანი ხალხი, ზუსტად გამსახურდია დროინდელი უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი იქ ყოფნა მაშინაც სხვათა შორის, მე არ მინდა ყველა ერთ იმაში ჯამში მოვხარშო, იქ ყოფნა და შემდეგ ის დევნა შევიწროება შევარნაძის მთავრობისაგან ღირსეულად გადაიტანეს, არც მათ არ უღალატია იმ იდეისთვის, რა იდეისთვისაც ისინი მოვიდნენ მაშინ ხელისუფლებაში და ისეთი ცნობილი სახელებისა და გვარების მოსმენა ჩემგან, როგორიც არის ცნობილი მოხანდაკე ბატონი გოგიო ოჩიაური, როგორიც არის ბატონი წერალი, ბატონი მოდარწურეისტივი, ალბათ ყველა კარგად იცით და როგორც არის ბატონი მამუკა ციკლაური, არის ამისი ნათელი დადასტურება. მათმა მოსვლამ, ესე იგი ჩვენ გავერთიანდით ეროვნული ძალების წარმომადგენლებთან, ჩვენს ფესვებთან ვინც იყო უფრო ახლო იმათთან გავერთიანდით, თუმცა შეგვეძლო იგივე აღორძინებასთან გავერთიანებულიყავით, რომელსაც ფინანსური საშუალებებიც მეტი აქვს და მინიმუმ ერთი კარგად დიდი ბლომა ხმა აჭარაში იმისათვის რომ 7%-იანი ბარიერი გადავაქვს. ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს ხელისუფლებასთან მისვლის და ჩვენ ვეძებთ იმ გზებს, რაც ხალხის გულზე გადის. და ეს გზა რომ სახალხო პარტიის გზა რომ ხალხის გულზე გადის, ამან ადგილობრივ არჩევნებშიც დაგვარწმუნა ჩვენი პარტიის წარმატება განსაკუთრებით ქართლში და ქართლში რომ ჩვენი პარტია ქართლს და განსაკუთრებით გორს სოლიდურად გისუკავს, იმის ნათელი დადასტურებაა რომ მინიმუმ 2 კაცი ვართ, მე და ბატონი გელა, მაშინ პრეფექტობა იყო და ერთ-ერთი სოლიდურ თანამდებობას ფლობდა ეს კაცი გორის რაიონში. ვართ, აი მინიმუმ გამსვლელ ადგილებზე. ამ პარტიიდან. მინიმუმ ესე 2 კაცი ვართ გორულ მინიმუმ ამ ადგილებზე, ერთი კაცი კიდევ არის სიაში, გორულ პარტიულ სიაში. სხვა პარტიის, მათ შორის აღორძინების კავშირის და მოქალაქეების სია აიღეთ, წაიკითხეთ და სხვა ნებისმიერ პარტიისა თუ რომელიმე პარტია აქვს ესეთი გამოკვეთილი დამოკიდებულება გორის რაიონის მიმართ და გორელების მიმართ. ესეც საკმაოდ დასაფასებელია, ისევე როგორც ის პარტია აფასებს ამას. სხვას მე მგონი, აი თქვენ ნახეთ ისე ალბათ გამოკვეთადება შეძლებს დაგვართ, მაგრამ მე ხმამაღლა მინდა დავაფიქსირო ეს აზრი, რომ ჩვენს პარტიას გაცნობიერებული აქვს ერთი რამე, რომ როდესაც გორი იყო ქართლი იყო მაგარი და ძლიერი და ყვავდებოდა, მაშინ ხდებოდა საქართველოს აღორძინება და არა აჭარიდან და არა თბილისიდან. ამას ვიძახი ალალად, ჩემი თავი ყველას ენაცვალოს, მოქალაქეთა კავშირი ვერ ვიტყვი ამას, ნამდვილად იგივე რამ ხალხმა დაამტკიცა რომ ისინი არიან ანტი სახალხო პარტია, ჩვენ ვართ სახალხო პარტია. ჩემი საუბრის დასასრულს შეგახსენებთ რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 5. ძალიან ბედნიერი ციკლი არის პირადად ჩემთვის. სკოლაც საარჩევნებთან აქვს დამთავრებული და ინსტიტუტის საარჩევნებთან აქვს დამთავრებული. მე მგონი ბევრი თქვენთანაც საყვარელი და საინტერესო ციკლი არის. ურამეს დაგაჯერეთ. არა, ეგრე არ მინდა, არა. ხოგერადერებოდა მაინც არა ბოლოს. საერთოდ არ მინდა, მაშინ აუკრა. დანარჩენი ორიოდე სიტყვით ბატონი გელაც მოგახსენებთ, მე მზათავარ, მე უფრო თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენი კრიტიკაც მაინტერესებს სხვათა შორის და რა ვიცი, აი ესე ჯანსაღ ურთიერთობაში ჩავატარო დღევანდელი საღამო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, აი ესეც მხარდაჭერა არის ჩვენთვის, რომ ამდენი ხალხმა მოიცადა, მოვიდა და მოიცადა. თუმცა მე კიდევ ვიძახი, რომ ეს უფრო თითოეული თქვენთაგან ძალიან პატარების მხარდაჭერა უფრო, იმიტომ რომ ყველა ზეგ ესენი უნდა მივიდნენ იმ საარჩევნო ყუთებთან და თქვენი მანაჭერმა წევანმა ამათ მაინც არ მოსდრა სისხლი. მოგესალმებით გაგუწყავთ. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ასევე თქვენი შეგვიძლია თქვენი გვერდზე გომავთ აქტიურად ახლა მოიცადეთ. აქ მოხვდით და პატივი დამდგეთ რომ გულდაგიგდოთ ჩვენთვის.
Well, ერთი რამეა ყველამ ვიცით ესა. თითოეული არჩევნებზე მოუსულელი კაცი ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეთა კავშირის ვაძლევთ ისევ ხმას რა. თითოეული გამოუყენებელი ბიულეტინი. ძალიან გთხოვთ, ყველა მასიურად, სტაბილურად მოვიდეთ რა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, არა მარტო ჩემთვის, როგორც ბატონმა ჯონიმ აღნიშნა. მთელი ყველას მომავალისათვის. პირველი იანვრიდან ეს კანონი როცა ამოქმედება, რასაც თქვენი დაბეგრა ქვია, ასევე ჩემიც, იმიტომ იგივე ჩემ შვიდსაც უნდა ის ვაში, ჩემ შვიდსაც უნდა ის მანდარინი და სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა. ეს კანონი იქნება რაღაც საშინელებად. შეხვედრაზე ვიყავით და გვითხრეს ხელმძღვანელში რა საერთაშორისო. აი პირველი იანვრიდან საგადასახადოს ინსპექტორები გამოვიდნენ ჩვენთან სისხლი დაებრეკო. მე ვუთხარი სანამ პირველი იანვრიდან სისხლი დაგვილა. მოდი 31-ში მივიდეთ და გავაკეთოთ ის რომ ამ ყველაფერმა უსულთან ნორმალურად დავუყაროს. მელანი დავუყაროთ, რომ შემოუხაზოთ ისე. ავიცი, იმდენი პრობლემებია დაგროვილი. თქვენს გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ხალხით და ხალხთან ერთად. მოთხოვნა იქნება თქვენი დაკმაყოფილება შესაძლებლობის ფარგლებში იქნება ჩვენი არჩევის შემთხვევაში. ამის პირობა შემიძლიათ მოგცეთ. იგივე ბატონ ჯონის აგერ. ისეთი ოჯახიდან არის მესაცრე მასწავლებელია. დედა ჩემი მასწავლებელია, მამა ჩემი და რა პრობლემებიც მასწავლებელებს აქვს ყველა მიცი. რვათვის ხელფასია? აუღებელი აქვს. აი სოფიში რვათვის ხელფასია. კი და აი იგივე პრობლემები აბსოლუტურად ყველგან. ეს პრობლემები ერთად უნდა გადავლახოთ. ხო. ერთმანეთის გვერდზე დგომით უნდა გადავლახოთ. ესა ლიტონის სიტყვები არ უნდა იყოს და გვერდზე დგომა უნდა იყოს ერთმანეთისა და კიდევ ერთხელ მადლობა. მეც აი ყველაფერი აუმწურავად და ლამაზად თქვენ. ეხლა შეგიძლიათ ერთი ქარბატონის გამოვეხმაურები. ბოდიში. ესე იგი ხალხი უკვე იმას კი არა გარდობს და დაუხსო თუ 109 ლარია საარსებო მინიმუმი ესე პატარა ხელფასი რატომ აქვს. ესე პატარა ხელფასი ამდენი ხანი მიუღებელი რატომ აქვს მაგასა და ის მაინც მოგცენ რაც გვეუბნება. ესე იგი ცოტა შეუმცირდეთ ვიღაცის ძღოლების ხარჯები იქ ბილიარდის ხარჯები იქ რაღაც სამეურნეო ხარჯები და რაღაც პირადი კომფორტი არა დამერწმუნეთ რომ ადვილად შესაძლებელია აი ამ მინიმუმზე ასვლა ადვილად შესაძლებელია თანაც დაუგვიანებელია ეხლა რა შესაძლოა თითოეულ თქვენთაგანს ალბათ ბიზნესმენიც ამბობს შეიძლება პარლამენტარიც ამბობს და კარგი სპორტსმენიც რაღაცნაირად უკუგებას უნდა ხედავდეს მასწავლებელი თავის ჩადებული შრომის ანუ აი კარგი გაგებით ვლაპარაკობ, კარგი გაგებით. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს თავის სტილს ნებისმიერი სახელოვანი ადამიანის სამსახურში. რომ ბიუჯეტის საშუალო ბიუჯეტი არის გადანაწილების სისტემა, თქვენ კარგად იცით. ბიუჯეტის საშუალო ისე უნდა გადანაწილდეს, რომ მარტო ერთი ორი გვარის ოჯახში კი უნდა შედიოდეს მთელი ძირითადი შემოსავალი და დანარჩენს რაც დარჩება, მაგრამ პირიქით. ეს არის დიდი მონოპოლიების დაშლის შედეგად შესაძლებელი რომელიც თქვენ ყველამ კარგად იცით და დაწყებული რა ქვია სარეცხის ფონიდან დამთავრებული საბეჭირეზინის ბიზნესით ყველას თავის სახელი და გვარი აწერია და იმის გარეშე არაფერი არ აკეთება და მე ასეთი საქართველო არ მინდა. ეხლა სასაცილოზე მეჩვენება მე პატარა ბიჭი ვიყავი როდესაც გულანთებული საქართველოს დამოუკიდებლობაზე რაღაცას ვიძახდი და ვამბობდი 10 წლის წინ მე ვერ ვინატრებდი და ვერ ვიუცნებდი რომ პარლამენტარი გახდები. ვერ ვიუცნებდი და ვერ ვინატრებდი, მაგრამ არა, ნატრობდი, მაგრამ ვერ ვიუცნებდი იმას რომ საქართველოს დამოუკიდებელი იქნება. არ მეგონა რომ ეს რაფად მოხდებოდა და რაღაცა, მაგრამ რომ მოხდებოდა ამისთვის ჯეროდა და ამისათვის მზად ვიყავი რომ რაღაცაც გამოვა. და პიროვნული რაღაც თავისუფლება შევიზღუდე და ბევრ რაღაცები. ჩემზე უფრო მეტი კიდევ იგივე ბატონმა მამუკამ, აგერ მოდარწმუნების კილოზე სოვანი კაცი არის და რაღაც პიროვნული რაღაცების გაუძრო მე ამაზე ვერ ვიოცნებდა. დღეს მე სასაცილოდ მეჩვენება, როდესაც იმდროინდელი ცეკას მდივანი არის დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელი ნებისმიერი მიცვალებელობა და ჩვენ ეროვნული მოძრაობა ვართ ოპოზიცია. მე ეს მაგარ დაცინოთ მიმაჩნია ხალხისა რომ ესე ის გვასწავლებს კიდევ ყუას როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველო და ნელ-ნელა ესე ნაწილი რა როცა გაუჭირდება იმას დატოვება და ასე. ერთი რამე გააკეთა სახალხო პარტია. თქვენ კარგად იცით ჩვენი შეურიგებელი ტრობა ერთ დროს აი ეს იყო
რა ვიცი, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ნამუშევარი სხვადასხვა, ყველამ კარგად იცით, ჩვენ გადავდით ეს რაღაც დიდი პრობლემის წინაშე, ჩვენ ჩატეხილი ხილის გამთლიანებისკენ. პირველებმა ნაბიჯი და მოხდა უდიდესი რაღაცა. აი ეროვნული მოძრაობა დღეს ისე როგორც არასდროს არის ისევ შეკრება. როგორც ეს იყო 9 აპრილის მერე. ეს მე სიმართლე გითხრა დიდ პასუხისმგებლობასაც მაინტერესებს და დიდ სიამაყის გზნობასაც მაინტერესებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზარდით. შეგვეძლო ყველასთან. აბსოლუტურად შეკრება, იმიტომ რომ ის ლიდერები სახელებს და გვარებს ჩამოთვლი, როგორც არის ბატონი მამუკა გიორგაძე, ბატონი მიხეილ ჯიბუტი, ბატონი ვანო ხუკუნაიშვილი, ბატონი თენგიზ შარმანაშვილი, გურამ ჩაყრაძე, სხვები და სხვები, თავის საქმის დიდი პროფესიონალები, ახალგაზრდა ხალხი, რომელსაც ვერავინ ვერ ეტყვის, რომ შენ კომკავშირის სკოლაგან გავლილი და შენ რაღაცა გაქვს მოპარული და შენ არაგულისფერი ხარ. ყველა ნებისმიერ გუნდს ამშვენებდა და ნებისმიერი გუნდი მზად იყო, რომ ეს ხალხი ჩაწერილი იყვნენ მაციებში, მათ შორის მეც, როგორც ქართლის წარმომადგენელი, ჩაწერილი იყვნენ მაციებში, დაფინანსება და სხვადასხვა ბევრი ხილდა. მაგრამ ჩვენ ისევ ჩვენს ძმებს, რომელთან ერთად ყოფილი ვართ ეროვნულ მოძრაობაში და შემდეგ ბედის უკუღმართობის გამო აი ეს პრობლემა შეიძლება. დღეს ვართ ისევ ერთად და ერთად გვინდა ავაშენოთ საქართველოს. თუ თქვენი ნება იქნება რასთან. ეხლა პირველ რიგში თქვენი შეკითხვები მაინტერესებს და კიდევ ერთხელ ვიძახი, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, უსმენთ და ჩვენი არგუმენტები მოგცემთ. თუ დაგარწმუნეთ ხოლმე, თუ არ დაგარწმუნეთ, მაინც არ ეცადოთ მოქალაქეთა კავშირზე. არა, მაინც მოქალაქეთა კავშირზე, რომ შეიძლება ჩვენ რაღაცა ვერ განმარტოთ ისე, მაგრამ ეს არის შეიძლება რომ მოქალაქეთა კავშირი გირსი არის იყოფის. გისმენთ და ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენი აზრების მოსმენა. ყველა პარტიის განზრახვა შეიძლება გავიგოთ. თქვენი პარტია, სახელმწიფო პარტია, საუბრად გაიმარჯვა. ბატონო? გაიმარჯვა სახელმწიფო პარტია. რითი იწყებთ, როგორ იწყებთ ქვეყნის ისმის სამუშაოებს და რას პირდებით და როგორ იგზით გაიგზით გააკეთეთ. აი ყველა პარტია შევეშოთ, დავუშვათ თქვენს, აი თქვენ ხმას გაძლევთ თქვენ. რითი დაიწყებთ, როგორ დაიწყებთ და რაღაც გეგმაში ნულიდან იწყებთ. და საქართველოს ეს ხო ვაუთ რომ ვაუთი რასია, გავანილია. ნულიდან იწყებთ და უნდა ავაყავოთ. ხო. და როგორ განერექა და სადმოდებათ ესე იგი საიდან მისცემთ და რაგზით ვინდი. ესეთ კითხვას კი მოველოდი, ესეთ კითხვას თქვენი სახელი? ვახლა. ესეთ კითხვას კი მოველოდი, ესე უცბად არა. მაინც ძალიან კარგია რომ ეს თავიდანვე დასვით, იმიტომ რომ მე ბევრი რამე უკვე სუსხვანაირი კუთხით მექნება დასახასიათებელი. უპირველეს ყოვლისა, სახალხო პარტია თავისი გამარჯვების შემთხვევაში გადადგამს სხვა პარტიებისკენ ნაბიჯს. ყველას შევეშოთ თქვენ პარტია გადადგამს. არა, ეს პოლიტიკური მნიშვნელობისა. უყურეთ რა შეასახმე. მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა და თქვა, ანალოგია მინდა გავაკეთო. და თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთმართველი პარტია, სხვები არავინ მჭირდებით, ამითი გააჩინა პირველი უცხოური. ამას აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ რომელიმე ნებისმიერ პარტიას, სხვა პარტიებზე მაქვს ლაპარაკი, უძახით და ვეუბნებით. ჯდებით ერთად ერთიანი სტრატეგიის შესამუშავებლად. ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც გამარჯვებული, ჩვენი პირობა უფრო მეტი იქნება, მაგრამ თუ ყავს დაუშვათ რომელიმე სხვა პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. აგრარულ პარტიას დაუშვათ, აგრარულ სფეროში კარგი კადრი, ამას ვიძახი, პროფესიონალური კადრი. ის ალბათ დავყაროთ. მიხეილ ჯიბუტი მხოლოდ მაგიტომ არ იყო ფინანსთა მინისტრი, რომ იყო სახალხო პარტია. არა და მოიყვანეს ღლაპი, რომელმაც 200 მილიონი აზარალა ქვეყანა. ერთ წელიწადში 200 მილიონი აზარალა. ესე იგი, რა თქმა უნდა. ესე იგი, მე რას ვიძახი? აი პირველი არის საკადრო საკითხი. უძახით ყველა პარტიას, ჩვენი კადრი მიყვავს, აი კარგი გაგებით ტენდერი მიდის იქა, ვის უკეთესი კადრი ყავს.
საკადრო საკითხი წვეთს უმეტეს შემთხვევაში ყველაფერს. ჩვენ არა ვართ რევანშისტები. ჩვენ ვიღაცის გასარეკად და ვიღაცისთვის შურისაძიებლად არ მოვდივართ. ჩვენ მოვდივართ საქმის საკეთებლად და თუ რომელიმე იგივე მოქალაქეთა კავშირს, მამაღლა ვიძახი. ბევრი შეიძლება კარგი ჩინოვნიკი არის იმ პარტიაში, მაგრამ იმის გამო რომ ვალდებულია რაღაც სულელურ ბრძანებას ვიღაცას დაემორჩილოს, ამით იღუპება ისიც და იღუპება ქვეყანაც. ამ ხალხის გამოუყენებლობა ყველაზე მაგარი და პარკი შეუძლებელია, მაგრამ უნდა იყოს ერთი რამე, რომ შენ ძმაო იმ დონეზე ვერ გაქაჩე, ვერ წაიყვანე, ცოტა ქვევით ჩამოიჩუჩე. ცოტა ქვევით ჩამოიჩუჩე, მაგრამ თუ კარგი კადრი აქვს, იმას პირიქით, ყავთ პირიქით, იმას წისვლა და წარმოგიდგენთ. რატო ვიძახი ამას? რომ კადრები უპირველესი პრობლემაა. ესე იგი, დაიწყებს მიხეილ სააკაშვილი გამოსვლას მთავრობა არ ვარ ესა რომ ისე რო ეკითხები ვინ მისცა ამას ხმა და ვინ გაიყვანა მე დავსვიკაცო ოპოზიციის მინისტრად ან რაღაც დეპარტამენტის თავმჯდომარე ხმას ვეღარ ეკითხებს. ესე იგი, აქ არის პასუხისმგებლობის საკითხი. რომელიმე პარტია მზად არის აიღოს კონკრეტულ სფეროს დავყოთ იგივე აგრარულ სფეროს ენოესების. კანონი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი, პრეზიდენტისთვისაც და ლეგიტიმ მოქალაქისთვის. ეს არის შემდეგი საკითხი. ამას როგორ არეგულირებ მეთქვით ახლა მეთქვით. როდესაც ქვეყანაში ქმნი სასამართლო რეფორმას მოსამართლეს აძლევ უფლებებს. პროკურატურას უტოლებ იგივე უფლებებს და ამ დროს არ შემოგაქვს კანონი ადვოკატურის შესახებ. ანუ იმ პირისა, რომელმაც ჩემთვის და თქვენთვის უნდა იდაოს თანაბარ პირობებში პროკურორთან მოსამართლე რომ დააჯეროს. გამოიწვევ შენ არახარ პატიოსა და არახარ კეთილის ინიციატივა. კარგად გამიგეთ, ხო? მოსამართლეს აძლევ 500 ლარიან ხელფას და პროკურორს აძლევ 25 ლარს. აიძულე პროკურორს თუ კიდე მოიპაროს, ხო? ადვოკატი საერთოდ დაგავიწყდა. არ არის ეს კეთილის ინიციატივა. მე რას ვიძახი ამიტომ, რომ მიეცეს ყველას თანაბარი საშუალება აი ამის სასამართლო რეფორმის პირობებში, ანუ სასამართლო სისტემის პირობებში დამცველსაც და მომჩივანსაც მიეცეს თანაბარი პროექტების საშუალება. ეს არის მარტო იმაზე კი არა, რომ მოქალაქეს უჩივის, როდესაც მოქალაქე სახელმწიფოს უჩივის. დღეს თუ ვინმე თქვენგან შეტანილი აქვს ანაბარი თუ ვინმე თქვენგან შეტანილი. ზოგს ხო, როგორი უჯრა. ხო არა? არა, წესიერი ქვეყანა რო იყოს, რო უჩივლო, თქვენ უნდა მოუღოთ დოლარებში. მაგრამ ვერ უგებთ, ხო? თქვენ უგებთ კუპონებში და მართლა კუპონიერს თქვენს. მაგრამ როდესაც სახელმწიფოს ვალი გაქვთ თქვენ, როდესაც სახელმწიფო გიჩივით და გიგებთ სასამართლო პროცესს, თქვენ დოლარის ეკვივალენტს გიანგარიშებთ. არის დისკრიმინაციული პროცესი? ამიტომ ვიძახი, პიროვნება და ხელისუფლება სასამართლოს წინაშე უნდა იყოს თანაბარი. ამისი უზრუნველყოფა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ კანონს. სამწუხაროდ ჩვენ და საუბედუროდ ეს ვენდი არ განხორციელა. არის სამხრივად თვითონ გააკეთეს რაღაცეობა, არის სამხრივად. ეს არის დიდი ლაფსუსი ქვეყნისა. როდესაც შენ არ შეგიძლია შენი ინტერესის დაცვა სასამართლოში. აი ეს არის თავი. შემდეგი დიდი საკითხი და მნიშვნელოვანი. რაც ჩვენ სხვათაშორის არის ჩვენ მოკლედ დარიგდა თუ არა იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხთან მოგვიყვანოს. რას ვაკეთებთ ჩვენ? ეს არის იმ უზარმაზარი რეზერვის ამოქმედება, რასაც ქვია თვითმმართველობა. მე მგონი დამეთანხმებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თვითმმართველობა ქვეყანაში არ ჩამოყალიბებულიყო. ანუ ხალხს არ მოეთხოვა გასული თავისი არჩეული პირისათვის. და იმ არჩეულ პირსაც ხალხის მიერ აკრეფილი შემოსავლების ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლებიდან მოწოდებული დაფინანსების პირობებში ხალხის საკეთილდღეოდ რაღაცა არ ეკეთებინა. ეს არის დიდი რეზერვი ქვეყანაში. არანაკლებ ჩაგვეყო ბიუჯეტში ხელი. ისევ აი ამ ხალხს, ხშირად განსახურდეს მმართველობის. ისევ ჩვენ იმ რაღაც არიუდარეულობა და გადატრიალება იყო გვეხვეწებოდა ნორმალად მინისტრთან გამგებლად ჩვენ მოიყვანეთ. ჩვენ ვერ შევეყარით ვიღაცუნაც. ვერ ვინამოსეთ. იმიტომ რომ ნოდარ წურიისკირმა ბრძანა ერთ-ერთ გამოსვლაში ძალიან კარგია. პატრიოტიზმი და ღვთამისაღება ძალიან შორს განემეთქნა. ან შენ კანონით უნდა გეკუთვნოს რაღაც და ის უნდა მოითხოვო. ან არ უნდა გეკუთვნოს და არ უნდა მოითხოვო. სხვა არ არსებობს. და როდესაც რაღაცის გაფუჭებაში
ვიღაცას ფულს კიდევ ვთხოვ. მე ხელისუფლებაზე ვიყავ, ესე რაღაცას აფუჭებ, აშავებ და კიდე ამაში ფულს ითხოვ ვიღაცისგან ჯიბისთვის. ეს არის რა ვიცი, ყოველად უპატიებელი და ყოველად განმუჯელი და ეხლა როგორ მოვთხოვთ ამ ხალხს ვიღაცებს? ამაზე მე მგონი რა ვიცი, ის ჩვენი პატარა მაინც ხანდახან გაჟონავს ხოლმე. მამუკა გიორგაძის ჭყონიასთვის რო არ ეგინებინა, გახსოვთ ალბათ ის 5 მილიონ კრედიტზე იყო რაღაცა პარლამენტში დავადა ის. ხო, თურქული კრედიტი აქვს შეჭმული, ამაზე სახელმწიფო იხდის ჯარიმას თურქეთის წინაშე. ამ დროს რა ქვია, ჭყონია გამოდის კაპიტალისტური შრომის დამყარებად. რო არ ეგინებინა ტელევიზორში არ გამოუშვიდა, არ გაახსენებდნენ რომ სახალხო ეძავება ვიღაცას 5 მილიონ კრედიტზე. რატო კოკაკოლას როდესაც ჩვენი ადგილობრივი პროდუქცია შეიძლება წაახალისო, ჩვენი ლიმონადი წაახალისო, იგივე დავიცვათ და ასე შემდეგ. მაგრამ ეგრე ნებისმიერი თქვენთაგანი მე არ მგონია იმ გაქანებისა და იმ შეგნების არის 5 მილიონი, რომ ისე ეგრევე გადაყაროთ და გადაფრენდოს, ხო? ყველა შედება და ყველა გააკეთებს და ის იქნება მოწინავე ბიზნესმენი, რატო არ ძალიან ბატონო, აი თქვენ რამდენი წელია პარლამენტში? 4. კარგად იცით და გესმით პარლამენტის ცხოვრება და მთელი საქართველოს ყველაფერი და ერთი ეს მიპასუხეთ საქართველოში არიან პატრიოტული კაცები და შენი აი თვითონ თქვენი აქ ყოფნა აი ამ დარბაზში მე ამის საფუძველს მაძლევ მე მაგე ხელოვანში თანაბაში მე ერთხელ მიშაჯიბუკი იცით ხო? ერთხელ ერთმა დაუსვა ეგრე შეკითხვა გურიაში იყო შეხვედრა და გურულე მაინც ძალიან პოლიტიზირებული ხალხია და ანალოგიური შეკითხვა დაუშვა. იციაო, არჩითო მთავრობაში რომელიმეო და დარჩითო ესე იგი ამასაც მიმართა და ამან უპასუხა ძიაო, კი ვარო მთავრობაშიო, მაგრამ მონაწილე ვარ და მოწილი არო. არიან რა თქმა უნდა, ზოგიერთი არიან, ნაწილი არის მე რამაც ფედერალობაში. ხალხი რომელიც შეგნებით არის მისული და როგორც პროფესიონალი ისე რომ სჭირდება. თავრობას არის ესა. შეიძლება ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც არის. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ისეთი ხალხი არ იყოს, როგორიც შეძლებს აი ჭაობიდან ხალხის ჩვენი ქვეყნის გამოყვანა. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. დღეს უბრალოდ ჩვენი თავრობა იმდენად არის კორუმპირებული, რომ ყველა აღინებს. აბსოლუტურად ვინც ცოტა უფრო ნაკლებად კორუმპირებულია, ისიც აღინებს. ხედველობაში აბსოლუტურად ყველა ხალხს შეიძლება ჩემი თავის. მე რას ვიძახი? არის ესეთი ხალხი ძალიან ბევრი, მაგრამ რიგითი მოსახლეობა და ძალიან ცოტა ხელისუფლებაში. საჭიროა ამ ბევრი რიგითის ხალხის წიაღიდან იქ მიყვანა, ხარდაჭერა, არ ვიფიქროთ არავინ რომ ვიღაცა ღარიბია და როდის გამდიდრდება იმას უყურებ. ეს არადროს არ ვფიქრობ. იმიტომ როცა კანონი კანონობს, როცა კანონი კანონობს, მაშინ ყველასთვის ერთნაირად კანონობს. როცა კანონი არ კანონობს, თაღლითისთვისაც და პატიოსნისთვისაც ერთნაირად არ კანონობს. მე რა მინდა ამით ვთქვა, ვიღაცა ზოგი იმიტომ არის პატიოსანი, რომ მოპარვის საშუალება არ მისცეს. იმიტომ პატიოსანი, იმიტომ ქვია პატიოსანი, თორე ისიც არ იქნებოდა. ხო არ დასვიდა. ბევრი იმიტომ, მაგრამ ბევრს აქვს კიდევაც ამის საშუალება და შეიძლება ჩვენს გარშემოსწრიელებს ესეთი ხალხი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საწყალი კაცია ისე ვიყოთ. ვერი კადრა კი არა ნამუსმრავის ამისი უფლება. აი ესეთი ხალხი უნდა გამოვლინდეს. შნოარა, ცოტა იმიტომ თორე. არა. მე გეტყვით ახლა, მე იმას არ ვიძახი რომ მაინდა-მაინც ის უნდა იყო და იქ მიიყვანო მინისტრად და მაგრამ ესეთი ხალხი უნდა გამოიყო, რომელიც შეგნებით არის პატიოსანი. და ამნაირი ბევრია. მე როგორ დავიჯერო რომ ერთი ოჯახის გარშემო არის, ერთი ოჯახი რა ქვია, გასული არის და ყველა გასვლა საქართველოში. მე როგორ დავიჯერო, ბევრი ყავს გასული, რა თქმა უნდა ეს არის შევარნაძის იმდროინდელი პოლიტიკა, ჯერ კიდე კომუნისტების დროინდელი. თქვენ ყველას კარგად გახსოვს, კახელმეღვინეებს რა ქვია, რომ შემოუთვალეს 12 წელი იყო
დამთავრდა ორთველიო და რა ვქნათ და გააგზელეთო კაცო. იმათაც მიუშვეს ეს საზამთროსტვენი და რაღაცა დაამზადეს დიდი რაოდენობით. ჯერ ორდენები დაკიდა მერე გაუშვათ ციხეებში. ესე გავუკეთა ჯაბაიოსეს, ესე გავუკეთა სხვასაც. რას ვიძახიან თქო? არსებობს მეორე პატრიოტული კაცი, რომელიც შეგნებდა და ამას უნდა გამოყენება. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ესა. გოლში პირველ რიგში გორელებს მიეცეს გასახანი. რა მაქვს ხედელებაში? ესე იგი, ამდენი ხანია ტექნიკური ინსტიტუტი არსებობდა გორში. ერთი კაცი ვერ გაიზარდა, მაინც კაცო ინსპექტორის დონეზე, ინსპექტორად დაემშვიდა, მაინც თბილისიდან და ქუთაისიდან ჩამოვიდა. აი, ინსპექტორობას რა უნდა, ხო? გორელი რა უნდა იდან ჩასწვენა სხვაზე ნაკლები იცი. ნოტები ისწორდა მონა მაგას თუ რა უნდა. მეროზლობიდა. ერთი ბენზინი ვერ გაიზარდა, რომ ქუთაისიდან ჩამოვყანა კაცი. ერთი ბანკირი ვერ გაიზარდა, ამდენი ხანი ეკონომიკური ინსტიტუტია და სხვადასხვა ერთი 10 წელი მეც ვასწავლები მაგადა. ერთი 5 წელი მე ვსწავლობ. რომ გორელი წარმოგვეჩინა. უფრო მეტიც კაცო, უამრავი მინისტრი ვიცი, რომლებიც იმნიშნით, რომ ზოგი მეგრელია, ზოგი იმერელია და ზოგი გურული იმნიშნით არის მინისტრი. მაშინ როდესაც იმნიშნით, რომ ვიღაცა ქართველია, მინისტრად არ ნიშნავს. მოდი ჩვენი შინაური დავაფასოთ. ყოველთვის. უფრო მეცაც გეტყვით კიდე. მიდის? ადგილობრივი ისა, საპარლამენტო არჩევნები, ხო? ეხლა საპარლამენტო არჩევნები ისეთი რაღაცა არის, რომ ყველას უნდა თავი გამოიჩინა და თავის რაიონისთვის რაღაცა გააკეთოს. მაგრამ მე არ მეგულება არც ერთი გორელი, რომელიც წასულა სხვა რაიონში და იქ ხრედეს კეთისა. მაგრამ სხვა რაიონის წარმომადგენლები რატომ გას მოდიან და აქ აი რა საძოვარი გონია თუ რა გონია სამაჩაბლობა ხედელობა ხორო ოდი ეცილობა რომ რა ვერ გავიგე რატო აი რანიში ხა ჩემი თავი ყველას ენაცვალოს კიდევ ერთხელ ვიზახი თავის რაიონში ყველას გაუმარჯოს მაგრამ რატომღაც ქართველი კაცი ანაკლებად პოლიტიზირებული გონიათ არა და პირიქით არის ჩვენ შეგვიძლია შეგვეძლო კიდევაც ქვეყნსაც ვაწვდით კადრებს და კიდეც ბევრი შეგვიძლია სხვა დონეზე მე არ მგონია რომ ესე დავყნიდით რომ გორელებმა არა ვიცი არა გორელი არჩევენ ხო დეპუტატად და რაღაც ადამიანს ფიქრობს რომ არა ესე ბატონო ეგეც არის რა თქმა უნდა მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი იმისთვის არის რომ ადგილობრივი კადრი უნდა იყოს ინტერესების დამცველი იმ რაიონის მე ასე ვფიქრობ და გარდა მაგისა საკადრო პოლიტიკას შევეხები მე ვაშე რომ მოდის თბილისიდან გორამდე 25 ლარი ხელფასი აქვს. ხო? მინიმუმ გზაში უნდა დახარჯოს სამდენი. ეხლა თქვენ დაფიქრდით და მიპასუხეთ. ვერ გავიგეთ, ძალიან იდეა აწუხებს იმასა. ძალიან რთული საქმეა ეს მებაჟებობა. თუ რა არის რომ რაღაცა სპეციალურისა და არა და ერთი რამე ძალიან საწყენი რაც ამაქვს რა. ესე გორი გახდა სასაზღვრო ქალაქი ამ ხელისუფლების ხელში. ესე გორის გამოსასვლელი კარალეთში არა გორის გამოსასვლელში რომ საბაჟოს მიკეთებ მე გორელებს ამ თავრობას როგორ გავენდი და ბატონო რამდენიც გინებათ მაგით უფრო სხვადასხვა ერთი რამე მინდა გითხრათ ასია თუ ისია ეხლა რაღაცა შედეგი დამთავრდება ეს არჩევნები ჩვენ პირველ რიგში თქვენი აზრები და თქვენი იდეები გვაწუხებს. რადგან ჩვენ ვიყავთ ამის დამცველი. ხშირად მეკითხებოდნენ სხვა დეპუტატები რატო არ იღებდნენ რომ გორიდან რომ ხმასვე. იმიტომ არ იღებდნენ ხალხთან კონტაქტი არ აქვს. ხალხისაც კი ვარ ერწოდნენ და გარდა მაგისა არა მომზადებული არ იყვნენ იმ სხდომაზე კაცო. იმ კანონს ხუთოსანი მოსწავლესავით. საკითხვა უნდა, გაშალაშინება უნდა და ჯდომა უნდა იქა რომ რაზიანი იქნება პარტია. რო არა გაქვს საკითხული მიყვედი ოროსანივით იქა. რაზე ამოიღეთ მას? რა სიტყვი? ბრძანეთ აი თქვენ რომ მოგისმენთ მე რა ვიცი ცოტა მეტი გვეცოდი მარჯვენის შეფრთხილებში. როგორ დააყურებთ ხალხს? საიდან? როცა სახელმწიფოს 2 მილიარდამდე ვალი აქვს. 5 მილიარდი. ორ რასაც ესენი იძახიან. შიდა ვალი და გარე ვალი ერთად მეორე თქვენი დამოკიდებულება როგორ არის? რუსეთთან უნდა იყოს კავშირები ამგარი ისევ ამერიკასთან უნდა იყოს ესე გაგრძელებული ის ჩამოვივა იქიდან რამეს მოგვაწვის ამ დანგრეულ ქართლებს და გაპარტახებულ სოფლებს რა ეშველება ამას როგორ წარმართავს და
რა კარგი შეკითხვა, მაგრამ ძალიან პოლიტიზირებული იყო და წერა ნაწილობრივ გავეცე ბატონო ბრძანა და მოდი მაშინ კიდევ დავუბრუნდები მაგას. პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემა. ეკონომიკური პრობლემის თავარი რაც არის ეკონომიკური პრობლემაში ეს არის როგორც აი ძალიან ისე რომ ხუთი თალი ელექტროდის თხოვა და მასეს რო ხოლმწავალი გიგიდი და მოგიტანო ჯერ მომიტანე და მე დაიხო ეგრე ხوارგები და ჯერ გასაგები ეხლა მეგეთო მიზეს თქვენა საუბრობდით ერთისა და მეორეც სხვათა შორის აქ გაზრდილი დაბადებულები არიან და ის ხალხი პოლიტიკაში მივიდა ერთი სურვილით. იმ დროს თუ არ იქნებოდი კომუნისტური პარტიის წევრი, თანამდებობას ვერ მიიღე. მე მგონი მეთანხმე. ანუ ის ხალხი მივიდა თანამდებობის წყურვილით პოლიტიკაში.
Давай, Нику, Давай,
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა მამუკა ხიზანიშვილს, გუნდი ბარი.
ტურნირში არიელ ხუთიშვილის მეუღლემ ქალბატონმა ლალი ხუთიშვილმა დააწესა პრიზი. ტურნირის აღმოჩენა ლაშა გერმანოზაშვილი. არიელ ხუთიშვილის ბატონმა მერაბმა დააწესა პრიზი, რომელიც გადაეცემა დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშეს დარიელ კედელაძეს. მე მინდა ეს პატარა სუვენირი გადავცე წაროსუმნის გულს. ტურნირში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა ჭალაორი. საუკეთესო ფინალისტი, მაგრამ მეორე ადგილზე გასული გუნდი ბაღი. წლის საუკეთესო გუნდი არიელ ხუთიშვილის სახელობის თასის მფლობელი გუნდი კროკო. გუნდის კაპიტანი ნიკო თავიაშვილი. დიდი მადლობა ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს. დიდი მადლობა მათ გულშემატკივრებს. დიდი მადლობა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ორბის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისათვის. და დიდი მადლობა ტურნირის საზოგადოებრივი მხარდაჭერისათვის სახალხო პარტია დიდგორს. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ ტურნირამდე. Vamos, გაუყავს. ზია. ილო ისადა. ილო. სურია. აი, შეგარგოს მირიანო, შეგარგოს. აი, საბო. ეხო, საბო. omar მიარ გადამიღო. omar მიარ გადამიღო. ჯოხი ვიზია, შიგო პარაჭკა გდია. ვახისაა. დაიმე, ეგერე რა. უნასაო. მოიცა დაგილო. არა, მოიცა ლოტო. ბელე. Olha o
31 ოქტომბერს დანიშნულია საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პარტიები და ბლოკები და მაჟორიტარი დეპუტატები. გორიგო თავისი რაიონით ერთ-ერთი წამყვანი რაიონი არის და მათ შორის იქაც არის რა თქმა უნდა დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატები და დღეს ერთ-ერთი მათგანი გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯობი თამიაშვილი. გორელი კაცი გორში დაბადებული გაზრდილი კაცი უშის ოჯახში დაამთავრა გორის მეოთხე საშუალო სკოლა არჩინებით დაამთავრა გორის სახელმწიფო ინსტიტუტი შემდეგ დაამთავრა ასპირანტურა სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოსკოვში საფინანსო აკადემია დაამთავრა. ამჟამად არის საქართველოს პარლამენტის წევრი გასული პარტიული სიებით სახალხო პარტიიდან. ამჟამადაც როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ისედაც იწვის კეჭს როგორც გორის რაიონიდან და პრესტიჟია რომ მაინც გორის რაიონიდან ადგილობრივი ორი ვახტანგი ეს ჯონის წინააღმდეგ. მართლაც შანსები დიდია, ესეთი შანსი რომ პიროვნება რომელიც ეროვნული მოძრაობიდან არის, პიროვნებას რომელიც თავისი ინტელექტით, თავისი გონიერებით, ჭერმეტყოლებით გამორჩეულია, ჩვენი თაობის წარმომადგენელი არის, სრული უფლება აქვს მორალურის და ზნეობრივიც, რომ კიდევ ერთხელ სადოზე ბედი და ჩვენი ამორჩევლების იმედები გაამართლოს. რა თქმა უნდა, ჯონისას თავისი პროგრამა აქვს, თავისი მოსაზრებები აქვს, დღევანდელ პრობლემებთან დაკავშირებით და თხოვთ, რომ თავისი აზრი გაგვიზიაროს. ორი სიტყვით მოგახსენებთ ამ თავიდან რომ სახალხო პარტია თითქოსი ბლოკი აქ არის ეროვნული ძალების გაერთიანება. იცით თქვენ ამ თავრობას ეროვნული მოძრაობა მაინც და მაინც როგორ გულში ჩახარის და იმ ხალხს ვინც თავიდან ეროვნულ მოძრაობაში იყო უმეტესობას რომ ვინც თანამდებობაზე არ უნდა გაუჩნდა და რაღაცა ამიარჩი ხავს ეს ხალხი ჩვენი ბლოკი ძალიან როიბადებოდა ერთადაბადებოდა უკვე $1000-მდე ვალი მოსდევს იმას ხელისუფლებამ რომელმაც ვერ გაარკვია ურთიერთობები სხვადასხვა რეგიონებში ფაქტიურად სრული ქაოსი არის საბიუჯეტო სფეროში და თქვენ კარგად იცით აგერ ბევრი პენსიონერიც არის და არ მიღებული პენსია რას ნიშნავს სრული ოჯახისთვის ესეც მე მგონი არანაირ მხარდაჭერას ხალხი არ იმსახურებს და აი ამ ასეთი ხელისუფლების მხარდაჭერა არც გორელი კაცი კადრება არც ქართველობას არ ეკადრება. სადაც გაყიდული არის ყველანაირი ეროვნული არაფერი მიღებული ამისთვის არ არის თქვენ კარგად იცით ის განძის გატანაზე რამხელა აჟიოტაჟი და რაღაცა იყო მაშინ როდესაც ეს შეეძლო ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებს მე განსაკუთრებით პარლამენტის ხელმძღვანელობას გულისხმობ ერთი ხელმოწერით გადაეწყო და სამწუხაროდ დაიესე რაიცი არა ჯანსაღი დამოკიდებულება თითოეული ეროვნული სატკივარისადმი. ჩვენი პროგრამის ძირითადი დებულებებია პირადად ჩემი ერისთვის ვიბრძოლებ ამას ეხლავე ვიდეო. უპირველეს ყოვლისა ვიბრძოლებ რომ სამხარეო სტრუქტურები გავუკეთოთ. ის ორგანო რომელიც არაფერს არ ქმნის და ტყუილა ზედმეტ ბარგად აწევს ხალხს ეს მარტო ბიუჯეტის სახით არ იგულისხმება. 25 ლარიანი ჩინოვნიკი იცით რამდენად საშიშია. მე მგონი ყოველად ზედმეტია. მით უმეტეს იმ პერიოდში მე-20 საუკუნის ბოლოს, როდესაც ბატონყმობა და ფეოდალიზმი ფაქტიურად გადავარდნილია და ეს გუბერნატორების ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელი და მოსაშორებელია, არავის არ აღჭირდება. მე მგონი და არაფერი მადლი მაგას არ მიდევს. შემდეგი საკითხი, რასაც მე ხარს უჭერდა ავწირიც უყურებდა პარლამენტის წევრებს, ეს არის თვითმმართველობის რეალურად ამუშავება. სოფლად თუ ქალაქად და რატო? აქ არის უდიდესი რეზერვი. იმისა რომ რაღაცა ხალხმა თავის არჩეული კაცს სოფელში იქნება თუ რაიონში თავის არჩეული კაცს მოსწოვოს პასუხი იმაზე
იმის გულიზე, რის გულიზეც აირჩია. იმაზე, რაზეც ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს და დანიშნული რაიონის გამგებელი არის ვალდებული იმასთან, ვინც დანიშნა. თქვენ კარგად იცით თითოეული თანამდებობა, რომ რაღაც თანხმობის ან რაღაცა ნათელი მომობით კეთდება ეს ყველაფერი და ანგარიში ვალდებულება თანაც გამოიხატება დროში არ არის განსაზღვრული. ესე იგი, დამნიშნავს ნებისმიერ დროს შეუძლია დანიშნული გამგებელი მოხსნას, ამიტომ იმ საწყალი დანიშნული რაიონის გამგებელიც მოსწრება. განსაზღვრული რაღაც ღონისძიებების ნუსხა არ აქვს, ის მე მგონი ვერაფერს ვერ გააკეთებს და აი ამით არის უპირატესობა არჩეულისა დანიშნული. ამის გარდა მე მგონი აგერ სოფელში მარტო სოფელში რაიონში მოიძებნება ისეთი ხალხი, რომელიც უკეთესად გაართმევს თავს ბევრ სოფელი თავის სიმდიდრეს უკეთესად გამოიყენებს, ვიდრე დანიშნული რაიონის გამგებლის კარნახი, თუნდაც ადგილზე არჩეული კაცი. მე ძალიან კარგად ვიცი ამ სოფლის გამგებელი ერთ რამეს ვძნობ. იმას რომ აი დანიშნული გამგებელი ზევიდან რაღაცებს არ აძლევს და არ აიძულებს, აქ მეტად უკეთესად იქნებოდა საქმე. ამიტომ ეს არის აქ არის დიდი რეზერვი ჩადებული, რომ ინტერესი დაინახოს ხალხმა საკუთარი სოფლისა და საკუთარი სოფლის ბიუჯეტისა და ამიტომ მე ვთქვი ეს არის თავი. შემდეგი არანაკლებ მნიშვნელოვანი რეზერვი არის ის, რომ გლეხის ხელშეწყობა გამოიხატოს მის არდაბეგოში. ეხლა თქვენ კარგად იცით, რომ აქამდე მინიმუმამდე იყო მინიმალურად იყო პრინციპში გლეხის შეწყობა. ეხლა ჩვენ პარლამენტმა მიიღო საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რაც ფაქტიურად გარკვეული რაოდენობის პროდუქცია თქვენი წესით კანონით აი ამათი მიღებული გავა უნდა დაიწყოს. რაც მიუღებელია მე არ ვიძახი რომ საერთოდ არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ ის რომ შენ არაფერში არ მოგეხმარა ვიღაც არანაირი გარანტია არ მოგცე და ითხოვს პირდაპირ წილში ჩაჯდომას გარდა მაგისა თქვენ კარგად იცით რომ უამრავი დახმარება შემოდის საზღვარგარეთიდან, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე. თითოეული კაცის გარდა ისიც ხელისუფლებასთან დაახლოებული გარდა თქვენ ვერ მეტყვით მე ხალხს რომელთაც ამ კრედიტი მიიღო არ აიმე დახმარება. მთელი ეს შემოსული თანხები მიდის 4-5 საგვარეულო კლანის სავაჭრო ქსელში. ამიტომ ეს არის ერთელა სამუდამოდ დასამთავრებელი. ჩვენს დეპუტატებს სხვათაშორის წინა პარლამენტში გორიდან წარგზავნილ დეპუტატებს მოქალაქეთა კავშირზე ცოტა რო ევაშკაცეთ შეიძლებოდა მეხილეობაზე გარკვეული პროგრამა შექმნილიყო. ისევე როგორც შექმნეს კახეთში, ისევე როგორც შექმნეს გურიაში, მეჩაიეობისა და ციტრუსების პროგრამა და დახმარებები იყო. ქართულზე ფაქტობრივად არანაირი დახმარება არ აქვს. ამიტომ აი ეს უმრავლესობაში ყოფნა ზუსტად მაგიტომარი ასეული და მაჟორიტარი დეპუტატობაც შენი რაიონის პრობლემა თუ იცით ეს ისე წამოსწია. მე გული მიგვდება, როდესაც აი საკუთარი ვაშლებს ერთ-ერთი მთავარი რეზერვი ეკონომიკური წყაროს. და ბოლოს აი ერთი პირობა მიდახვა, ჩვენ შეგვეძლო რომ დღემდე ყოფილიყავით უკეთესად ყოფილიყავით წარმოჩინებული იგივე შევარნაძის გუნდში. ჩვენ შეგვეძლო რომ მოქალაქეთა კავშირის ადგილი აი ამგვარი გარიგება რო გდომოდა, ჩვენ დაგვეკავებინა და სად იყო ჟანია, როცა ჩვენ ვიყავით პოლიტიკაში. მარტო სკამი რო გვაინტერესებს. მეორე საკითხი, ჩვენ შეგვეძლო რომ იგივე აღორძინებაში დიდი სერიოზული ბლოკია, სერიოზული ძალა, მეგობრებო სერიოზული ძალა. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს უფრო მეტად ეროვნული, უფრო მეტად პრინციპული საკითხები და უამრავი პრინციპული საკითხები ჩვენ დამეუფლებით, რომელიც აი გადაუდებელ გადაჭრას მოითხოვს და მე ბევრ ამის შეიფარება ესა თუ ის პარტია და ბლოკი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ ჩვენ აი ამ სკამისათვის ბრძოლას ვარჩით იდეისათვის ბრძოლა, თუ ეს საბოლოო ჯამში შესაბამისი თანამდებობები დაგვირგვინდება, ეს არის საშუალება იმისა, რომ ის მიზანი მიღწეული იქნეს, რასაც ქვია დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო და ჩვენ პირველები ვიქნებით, ვიყავით სხვათა შორის, რომ აი ამ კორუფციას გადაუჭრათ გზები. უამრავი ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული კორუფციისა, არაჯანსაღი ხარჯვისა, ბიუჯეტისა, უფრო მეტად დანაშაულებრივი ხარჯვისა,
უამრავი ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული სამწუხაროდ იგივიდან გამომდინარე რომ 140 პულტი 24 პულტი ყოველთვის ჯობს აქ კაცობაზეა და არც მამულშვილობაზე უბრალოდ პულტების რაოდენობით რომ ჯობნია იქაც შენი ლოგიკა გადის და არც არა აი ამის გულისწავლა მოსული ახლა მე მინდა თქვენი მოსაზრებებიც მოვისმინო თქვენი აზრები მოვისმინო შემთხვევით არ არის დღეს ტელევიზიის ამოსულებმა ვისაც უბრალოდ შეიძლება მისი მოსაზრება დავაფიქსიროთ ტელევიზიაც გამიხსისა და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში რაღაცას მივახცევთ თქვენთან ერთად აი ახლა მინდა შეკითხვებს გავცეთ თქვენსაც პასუხი თუ რამე სატკივარია თუ რამე პრობლემა არის იმაზე დავიწყოთ ლაპარაკი ძმებოდა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში სუბნაციონალიზმის აღორძინება მაინტერესებს ხოლმე რომ აღადგეს ისე ჩვეულებრივად აი რაღაცა მოგვაწოდოს რაღაც მასალები აი რომ მოვუაროთ მამულს მოვუაროთ რაღაც მოვუაროთ მე აი გვაინტერესებს შენი სახელი ბოდიში ვალერი ბიზნესშვილი აი გვარის კაცხალ აი სახელები მაინტერესებს ეხლა მე გეტყვი მე რომ მეუბნება აღადგინოთ მაინტერესებს რომ მასალები მოყვანოთ მასალები რაღაც შვიდება ჩვენი ის მოყვანოთ რომ მივმუშაოთ ავაღარდნოთ ეს ადგილი და ვალერ ეხლა მოგახსენებ მაგაზე მაგ თემაზე ყველა მე შორს ავარ იმაზე მე მგონი ყველა თქვენთან განსაგაქვთ ისა ესეთი აზრი რავი დამეთანხმეთ არ დამყავთ მოტყუებული მასალები არის მოტყუებული მასალები რომელიც სწორედ აი მე შორს ავარ იმ აზრისგან რომ ერთ თვეში ორ თვეში სამ თვეში თუნდაც სრული გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ამ ხელა პრობლემას რაც სოფელს დაუტოვეს სამთავრობო 7 წლის განმავლობაში რაც ანგრიეს ამის აღდგენა შეუძლებელი არის ერთ თვეში და ორ თვეში ერთი რამის გარანტიას მოგცემთ და მზად ვიქნები რომ ამისათვის ვიმოწმოთ სოფლის მეურნეობაში ის სისტემა რა სისტემას დღეს დარჩა ეს არის მავნებლობა მე სიმართლე და რატო ესე იგი ნუ ასე თუ ისე დაანაწილეს ნაკვეთები არ ვიცი მეტნაკლებად დატოვეს მეურნეობები მაგრამ ამ მეურნეობებს არ შეუწყეს ხელი არც მოსახლეობას შესაბამისი ტექნიკით და შესაბამისი საშუალებით მე არ ვიძახი რომ კომუნისტების დროს სულ ხუთიანზე იყო აწყობილი მაგრამ ასე თუ ისე იყო და იმ პერიოდს შესაძლებელსაც ასახავდა და მეტნაკლები საშუალება გამოიძებნებოდა რომ ეხლა ხალხს მართალია მიწარქონდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე არ უჭირდა რომ საკარმიდან ნაკვეთში იმდენი მოიწია რამდენიც მის საკუთარ მოწყობილებას დააკმაყოფილება მე ვიძახი ერთ რამეს და ეს შეიძლება თავისუფლად გაკეთდეს აი სპეციალური პროგრამა შეიქმნას მეხილეობის აღორძინებისა. ამას უნდა მე ვიცი ახლა უამრავი სანერგე მეურნეობა არსებობდა თავისუფლად. უამრავი მოწინავე გამოცდილება არსებობს უკვე ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით. იმ არქაული პირობებით რა პირობებში ჩვენი გლეხი მუშაობს ასე თუ ისე ძალიან რენტაბელური არის ეს სფერო. მე დარწმუნებული ვარ აი ამ ასეთი პროგრამის რა ქვია შემუშავებით რაღაც წრე რომელსაც კარგად ესმის ეს სფერო ამოისურვა ეს ნიშნავს რომ მთელი რაიონისთვის რაღაც საშველი იქნება ეს რომ ესმოდეს ჩვენს მთავრობას დღემდე რაღაცას გააკეთებთ მით უმეტეს რომ უამრავი საბიუჯეტო ხარჯი გადის არადანიშნულებისა ძეგლებზე ვიღაცების ბანკეტებზე უცხოურ მანქანებზე კაბინეტების კეთილმოწყობაზე მაშინ როდესაც აი ესეთ რაღაცაში რაშიც მართლა ფული უნდა ჩაიდოს და მე ხვალდაზე უნდა მოგება განახოს არ კეთდება არადა 5 მილიარდი არის დახარჯული საქართველოსაც დახარჯული სხვადასხვა კრედიტის სახით საზღვარგარეთ ეს შევჭამეთ ჩვენა ეს თანხა შვილებს და შვილიშვილებს კი ჩვენ კი გადავშისოთ შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვებთ მაგას ათამეურნეობის ამოშიდა შეიძლება მოსავალი მოიყოლოს ძალიან დიდი მოსავალი მოიყოლოს წალი მოიყოლოს ვარიანტერასო როცა მოსავალი მაგას ვიძახი თუ კი ერთ-ერთი დახმარების სამოში ირენა დახმარების სამოში დახმარება თუ გექნება მე გეუბნები აი ეს მეხილეობის
მეხილევის პროგრამა თუ შეიქმნა, თუ კი არა უნდა შეიქმნას. თუ არ უნდა და კალთა მეურვეობის ამაში მეკიდე. კალთა მეურვეობის. ერთ წუთი რა. აი ეს კომპლექსურად გულისხმობს შესაბამისი შამქიმიკატებით უზრუნველყოფას თქვენი თქმა უამრავი საზღვარგარეთი ძალიან მაღალი დონით და ძალიან ძლიერი ის არის გამოსული, რომელიც ჩვენ აგლეხმა აქამდე არ იცოდა, მაგრამ ნუ დავით ამ სოფელში არ ვიცი რა შემოწმებული აქაც შემოწმებული. აი ეს უცხოური ახალი შამქიმიკატები აი ამისი უზრუნველყოფა იგივე წყლით უზრუნველყოფა, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა, ეს ყველაფერს მეხილეობის პროგრამა, ეს ყველაფერს გულისხმობს თავიდან ბოლომდე. მე კიდევ ერთხელ ვიძახი. შეძლების დაგვარად ეს მნიშვნელობა არ აქვს ჩვენა ოპოზიციაში ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ამას გავაკეთებ, მაგრამ თუ ვიქნებით ხელისუფლების აი როგორ უმრავლესობაში ამისი გადაწყვეტა არის ძალიან ადვილი შესაძლებელი. მე წეღარ მახსენიო. აი სამი კაცი ჩემთან ერთად რომლებიც არიან ჩვენი პარტიის სიაში, გორიდან. იქნებიან ამის გამტარებელი ჩემთან ერთად. ანალოგიური ყავდა მოქალაქეთა კავშირს, მე ალალათ ვიძახი, ხმა არ ამოუვია ძმო. უფრო მეძგედა. მე დავაყენე წინაარჩევი ისა. აი ახლა ამ წელს ბიუჯეტს რო ვაფიცები, დავაყენე საკითხი. სასიამოვნო იქნებოდა თუ დირექტორიც ექნება. აი საკუთარ რობიტი ზაფხულის ფასიანი არ მოუწია, ზაფხულის ფასიანი არ მოუწია. ვინც ფასიანი რასაც ვასწავლეთ, აი ხო წარმოიდგინეთ. ვინც არ ასწავლეთ. ზაფხულის ფასიანზე ლაპარაკი. ესე, მე უკვე რომელი რიცხვია დღეს? 19 ოქტომბერი ხომ არის? შევიტანეთ ფასიანი, სექტემბრის ფასიანიც არ მოუწიათ, არც უფასოზე ხო ლაპარაკი. რამდენი მასწავლებელი? აი ეს ფასიანი სწავლება შემოიღეს ისთვის მასწავლებელთა კეთილ დღეობისათვის. მაგრამ ესე იგი ვინც ჩვენ გასწავლით ფასიან კლასებს დასაბუთებული გამოხდა. ხმასაც აღწევია ფასიანი კლასების აი სადღაც კეთილ დღეობა ეს ფასიანი სწავლება ეკონომიკურად მაქსიმალური შეადგანში აღაბარდნენ. იმიტომ ჯერ ასრულებენ ცენტრალური ბიუჯეტის გეგმას, რომ პრეზიდენტთან და პარლამენტთან თავი მოიწონონ, როგორც გადასრულდება ბიუჯეტი, არადა პირიქით უნდა იყოს, რომ ჯერ ადგილობრივი ბიუჯეტი გაიტანაო, ესე იგი, რამდენი თანხმობა მაგრამ არ აღწევთ, მინდა ვიცოდეთ ვინა. ჯონი კაპლიაშვილი, პარლამენტის წევრი, სახალხო პარტიიდან მაჟორიტარული კანდიდატი გორიდან. ბატონი იოსიფო სიჯავრიძე კურსდამთავრებული არის ქალაქის გამგებლის მოადგილე სახალხო პარტიის. ბატონი გენადას გიძაშვილი ასევე გორიდან სახალხო პარტიიდან ეს ამას განმარტებას ვერცერთი ჩვენთან ვერ ვუწოდებთ, თქვენ შეიძლება იცით, რომ გუშინ იყო კრება მოსახლეობის შესახვედრა. ეს იყო შეხვედრა იყო ჩვენ მშობელთა კრება არ დაგვინიშნია, გაფრთხილებულები იყვნენ,
რა თქმა უნდა მოსახლეობა და ის მოქალაქე და კავშირის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა ამორჩევლებს და იმას ჰქონდა იმის უფლება კანდიდატი ბოდიში იმას ჰქონდა იმის უფლება რომ ელაპარაკა რაც თვითონ ჰქონდა. ნუ აქედან იყო შეკითხვა ხო რა უნდა ახლა გასაგებია ამას თუ არ ელაპარაკებთ რა თქმა უნდა წარადგინა თავისთავად და ყველა თავის ასწრებს საკუთარი არ არის დასაძრაფისი. აქ იყო შეკითხვა ხელფასებზე. ხელფასები დააფუძნებდნენ ოქტომბრის ბოლოს სექტემბრის ხელფასს და ფასიანი ხელფასის დაფარვა დააფუძნებდნენ ნოემბერში. ახლა მიზეზები რას ყვეს შევეკითხეთ ბატონო ვინ რას იძახის დღეს კიდევ რა გამომწვევდა ჩვენ კოლექტივში ჩვენ არ გვაქვს იმედი რომ ხელფასს ავიღებთ. ახლა მოვიტყვით იმაზე რანაირად ვართ გაჭირებულები როგორ ვართ გაჭირებულები რა გჭირდება ცოტა არ იყოს სირცხვილიც არის ჩვენთვის ამაზე ლაპარაკი ჩვენ არა რა სირცხვილი ახლა მე რო თქვენ ჩემ სამი დაუწყო ხელფასს არ გქონდა რა თქოს ემოციური ნუ გამარჯვებთ რომ მე ხელფასი არ ამაღლებული ამის გამო რა მდგომარეობაში შევაგიოთ აი ეს თითოეული პლაკატი დიდი პლაკატი ის მინიმუმ $800 ერთი თვის მინიმუმ ერთი სკოლის ხელფასი სულ მინიმუმ აი და ზუსტად არის მინიმუმ ერთი თვის ეს მიდის სხვათა შორის არა ისე როგორც ჩვენი პარტია აქვს ჩვენი პარტიის ბიუჯეტი არამედ მიდის რა ქვია განგეობრის და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ტელევიზიის დაფინანსება მაგათი გადახდილი თვითარი გვაქვს შემახული მიდის განგეობის ბიუჯეტიდან აი ამას შეერისხავთ ხარჯები და თუ მე დავიფიქრე კარგი იქნება თუ ისინი მიგზავდებიან დაურება რომელიმე ან გაგიძენოა ან ის რომელიმე მოაგებს და მაგათთან ერთად მოგასვენებთ იგივეს აი ამაზე ვდაობ და ამაზე ვლაპარაკობ მთელი 3 წლის განმავლობაში. უფრო მეცაც გეტყვი, ეგენი აწინაურებენ ისეთ ხალხს, რომელთაც თავთავიანთ რეგიონებში, თავთავიანთ რაიონებში ყარ პენსიონერებზე ქონათ გამოწერილი პენსიები, მაშინ როდესაც 10 თვე ვერ იღებდნენ ნამდვილი პენსიები. ეს არის ჩემი ისა რა ქვია, ზერელი მოხსენება კი არა, ზერელი განცხადება კი არა. ეს არის კონტროლის პალატის დასწრებში გაგიგებოდა. კონტროლის პალატის ფოტოშოპი მაგათთან ისა წევრი არის მოქალაქე კავშირი იმანაც კი ვერ დამანა აი ესეთი ფაქტები. ამიტომ სხვას მოაბრალიან ამ ამბებს მე მოხარული ვიქნებოდი რომ სკოლები ყოფილიყო ადგილობრივი საკრებულოს ბიუჯეტზე ძალიან მოხარული ვიქნებოდა მაგისათვის ვიბრძოლე სხვათა შორის რომ ეს ასე გაკეთებული იყო პარლამენტში, მაგრამ თითი არ დაადო პარლამენტმა ერთი მიზეზის გამო რომ დირექტორები ყოლოდა სკოლებისა მორჩილებაში საპარლამენტო არჩევნების წინ მათთვის ებრძანებინათ და დაევალებინათ ნებისმიერი უკადრესი საქციელი. აი ეს უკადრესი საქციელი თქვენი სტრა ძირითადად მასწავლებლები პატრონები შემოვლელი ვართ მასწავლებლები პატრონები კომისიებში და ნუ ახლა პატარა რაღაცა მატერიალი ფული იქნება თუ შაქარი დაუიგებენ თავის ჯიბიდან აი მაგის მომენტრო დახმარებას არჩევდა ხელფასი მოეწექინდა შეთქმული არის ის ხელფასი შექმნილია უკვე ხალბატონო და ვერ მოგცემენ და ეს შეიძლება ვიღაცა შეეწერო და ამის დარიგება მაგათი ჯიბიდან არ გადის და ის ხელფასი აი მე გეტყვი 4 მანქანა იყიდეს მარტო წელს კიდე ახალი 4 მანქანა ხო ამის მიღება ვიღაცას და ძველი მანქანა როცა ქალაქის საკრებულოს თვითონ არ აქვს არც ხელფასი აღებული და არც ისა აძლევენ სულ ქალაქს უტოვებენ თავისი შემოსავლების მხოლოდ 15%. მეუბნეოდი დატოვეთ ქალაქის განკარგულებაში სკოლები, ჩვენ მიუხედავთ სკოლებს, გავცემთ მასწავლებლებზე ხელფასებს. დიდი ალბათ ეს კომპენსური ღონისძიებები არ მოვაწყო და იუბილეები და რაღაცები, რომელიც ადრე ფუძდება. მივცემთ სხვათა შორის ხელფასი, პენსია და დახმარება არის დაცული მოხული, მაგრამ თუ რო ჩაიხედოთ კაპიტალურ ხარჯებზე რამდენი არის გაცემული კრედიტები 300,000 მარტო ბიუჯეტიდან გაცემული არის კრედიტი შევავაქიენ პროცენტი ისევ თავთავიანად ნაცნობი რომელიც დასაქმებელია. ეს ზუსტად ეს არის თქვენი ფული და თქვენი ისი. ესე იგი დაცული მოხლე არ ფინანსდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაფინანსებულია უამრავი არასაჭირო ხარჯი. მაგრამ ასეთი დაპირებები შეიძლება გუშინ გადაწყვეტს აუცილებლად ოქტომბრის ბოლოს და ოქტომბრის ბოლო არ არის ჩვენ შეჭმულია უკვე ის ფული. პარასკევზე უნდა მithudha 1 ნოემბერს მოვალ ოქტომბრის ხელფასს საერთოდ მოგვეცემა. ისევე როგორც
გასულ წელს ადგილობრივი არჩევნების წინ ირწმუნებოდნენ, რომ აი ეს არჩევნები ჩაგვატარებინეთ, აი ამ განმავლობაში ხმა და ამის მერე თქვენ შუქიც გექნება და ისიც გექნება. დამთავრდა თუ არა არჩევნები, ფინანსთა სამინისტრომ შემოიტანა სეკვესტრი და 140 მილიონი იყო გარღვევა. აი ეს 140 მილიონი მათ შორის ხელფასები, პენსიები ჩამოეჭრა ბიუჯეტს, მთლიანად მოხსნეს ეს რა ქვია. მთლიანად მოხსნეს მასშტაბებთან დაფინანსებები, მოხსნეს ცენტრალურ ბიუჯეტს და გადმოაბარეს ადგილობრივ ბიუჯეტს. იმ დანიშნულმა გამგებელმა როგორ ხარშვა იხადა, როგორც კიდე ისე გაეციეს ხელფას. ადგილობრივ ბიუჯეტს, ადგილობრივ რაიონის გამგეობის ბიუჯეტს გადაუბრუნეს ეს საკითხები და ის დაკონსერვებულიც წესით უნდა წელს გათვალისწინებული იყო, წელსაც არ გაითვალისწინეს და გადასდეს აი უკვე შემოსული არის რა ქვია. ყვასების და მოხერხებათა კავშირის ვაი პოლიტიკით რა ქვია. დაედო ვალა ჩვენს მოსახლეობას მე თვითონ მართლა ისევ ხელისუფლება და საშველი შეიძლება მართლა იყოს ეხლა რომ აი ამ ღელვარებამ აი ამ რა ქვია შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილება მიაღებინოს ნუ დახარჯავთ მე რომ დათვალე ერთი თვის ხელფასი სადღაც 1500-1600 ლარამდეა თქვენი 1600 რათა გუში მიწყინურია ხომი მანქანები იყო 7 მანქანა ერთი მანქანა როგორია არათუსულა ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს და ყველაფერი უცხოური მაგალითია და როგორ მოწონოს ბიუჯეტი და გარანტი შეიძლება ვიღაცა რომ გაყიდოს სამი ხარჯი გადაწყვეტს ეს ხალხი ყველა ჩვენი პედაგოგების სახელები არიან ახალგაზრდები როქვარ გაზეთები და კულტურით ვინმეზე მეტიარია ჩვეულებრივი მოქალაქეები და ისეთი როგორც ჩვენ ხო და შეიძლება მაგაზე მეტიცობა როგორში გასედა ჩაგდა და ასეზე უნდა ყურება და ტყუილების ლაპარაკი. მე მირჩენია სიმართლეს სხვას და სხვას სამთას არ მივიღებ, ვიდრე მიხელს საერთოდ არ მივიღებ. საერთოდ არ მივიღებ. შეიძლება რა შეიძლება. ის მოგცენ, მაგათ იმაზე ყوار ვლაპარაკობ, რაც მაგათ ბიუჯეტია. თანხა შედის ფასიანი კლასებიდან, ხო? იმ ხელფას ვითხოვთ, უფასოზე აღარ არის. არა, ეს თვითონ ხო ჩვენ ეხლა მაგას ვითხოვთ. დეტაილურად როგორ მოსმის აი ეს თქვენი პრობლემა. ზანეთა მე ვიღაც ვითხოვ და გემრის ხელფას. სექტემბრის ხელფასაც მე სამი ოქროს მათ შორის ერთი ავადად. ვითხოვ იმ თემი 7 თვის პენსიებს შაშაგებისას და ახლა სამილიონია პენსიები, არც ირიცხება კიდევ არ ირიცხება. არა, ის საფულის ფასი. არა, მე გამიდოდა იცი. აი ის ფასიანი რაც ჩვენ შეგვავს ის მაინც მოგერიგაც ავსებდა სახელმწიფო ბიუჯეტს თავი მოიწონა პარლამენტსა და პრეზიდენტის ეხლა მოგახსენებთ მაგასთან და დეტაილურად ისე ყველაფერი კარგად მიგდეთ რაც მე აი ერთი წლის წინ ზუსტად პარლამენტის უმაზე ველაპარაკეს ფოტოშოპის მადრიხატიძე იყო მაშინ მოსული ადგილობრივი თვითმმართველობის კანონიკო დამთავრებული იყო ადგილობრივი არჩევნები ჯერ არ იყო ჩატარებული ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული ზუსტად ერთი წლის წინ მესაუბრებოდნენ რომ მოდი მივიღოთ საბიუჯეტო უფლებამოსილების კანონი რომლის თანახმადაც ჩვენ განვსაზღვრავთ ზედარგოს რა ერგება სახელმწიფოს რა ერგება და
თვითმმართველობას რა ეგება ქალაქში სოფელში. და უსაფრთხოები ამას იმით რომ დანიშნული გამგებელი ვალდებული არის დამნიშნავთან, ვინც დანიშნა და იმის სურვილზე და იმის დავალებებზე უნდა იმუშაოს. არანაირი ანგარიშვალდებულება მას ხალხთან არ აქვს. აქედან გამომდინარე, მას არ აქვს, რადგანაც დანიშნული, მას არ აქვს არც ვადამ დასავლური ნავალით არის დანიშნული და იქნება ყოველთვის მოსწრებაზე, იმიტომ რომ არიციან როდის მოხსნა. მოდი თვითმმართველობა რადგან გვაქვს, თვითმმართველობას დავუწყოთ ადგილობრივი შემოსავლები მთლიანად, თვითმმართველობა მიხედოს განათლებასაც, კულტურასაც, სპორტსაც, ჯანმრთელობასაც, ნაწილობრივ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ნაწილობრივ ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, მიხედოს ამ საკითხს და თუ რამე მორჩება, თავის შეხედულებისამებრ კიდევ დამხმარე ზარი ასაკეთებდა იქნებაცა კომუნალური მეურნეობისათვის დადგმას. მოდი არჩევნების მერე მივიღოთ ეს კანონი. არჩევნები ჩატარდა და ვინ მოდის გიხდით რომ ცოტა ისტორიულად დაფაროთ მე სხვათაშორის არა ვარ განებიგრებული აი ესე იგი ჩვენი ლოგიკამ გასჭერდა მოდი არჩევნების მერე მივიღოთ. ჩატარდა არჩევნები ყველა დიდ ქალაქში მათ შორის გორში მოიგო ოპოზიცია. ახლა მისთვის ყველაზე არასასურველი უბრალოდ არ შემოიგებს რომ გამიჩნული ეს კომპეტენციები და თვითმმართველობას თვითონ მიეხედა სკოლებისთვის. ერგენეს და გეოგრაფიას პირველი რაც ჩემი მოთხოვნა და რასაც ვიტყოდ ის არის სამხარო სტრუქტურების გაუქმება, სპეციალურ განათლებასაც დაუშვი სამხარო მექანიზმი. აი ამის გაუქმებით არის რეალურად შესაძლებელი რომ ეს ფული რაც მაგმით დარჩეს ადგილზე ქალაქს და სოფელს. წარმოგიდგენიათ ესე იგი ბოშურს და ერგენეთს სადღაც იქსაც წინასწარ გზნობე რომ წააგებენ არჩევნებს იქ აიგეთ. განათლების სისტემა და ადგილობრივი შემოსავლები 100%-ს არ ითხოვს ეს ხალხი 50% არის შესაძლებლობა რომ არა მარტო დაიცეს ესო მაგალითია საარსებო მინიმუმი აუცილებელია და მოდი მივიღოთ კანონი შრომის შესახებ რომლის თანახმადაც არც ერთ დამქირავებელს უფლება არ ექნება რომ საათში ერთ ლარზე ნაკლები ანაზღაურება მაინც მისცეს თავის დამქირავებელს. ეს იქნება სახელმწიფო თუ ეს იქნება კერძო პირის. ამის მიღებაზე თავიდან დაგთანხმდეს მერე რომ დათვალეს რაღაცეები არ აწყობდა და რატო არ აწყობდა გეტყვით. დღეს სხვათა შორის სახელმწიფო სტრუქტურები და ისე გამოდის რომ მთელი ხალხი მოსახლეობა ემსახურება მთავრობას. მოხდა პარლამენტს ზუსტად აი ამ ხელფასების ხარჯზე და როგორი ფსიქოლოგია იცი ხელისუფლების მხრიდან შეიმართეთ დაუბრუნდათ ამის გულზე თუ არ მოგყვება არგი რა ფლას მაგაპარაკე აი ეს არის იმაზე რაღაცით გერჩინათ თავი და ხელფასის ფათაშორის მართლა მაინც იმდენი იყო რომ ასე თუ ისე თავი გაიტანდი თავსა დღეს ამის საშუალება არ არის. მე მაშინ მეგონა რომ მასწავლებელი ლოგიკის არადა. ნამდვილად მეგონა ესა და რომ მოდიოდა რომ მასწავლებელი მაგრამ მაქსიმალურად დაგინებულია. თითოეულ ღირსეული ცხოვრებაა და ისე. ნამდვილად ის სასაცილოდ არ არის. 230 ნამდვილად პირდებიან ფულზე უშუალოდ. თუ ეგენი დარჩენ არის, თუ არ დარჩენ მართლა შეიძლება იყოს და როგორ სახელმწიფო სტრუქტურების გაუქმების ხარჯზე ამ პატარა ქვეყანას ნამდვილად ასჭირდება ამდენი სამინისტრო ამდენი დეპარტამენტი. პირიქით ქმნიან ახალს და ახალს მილიონ სამუშაო ადგილს აიმის ხარჯზე ასრულებენ რაც შეიძლება და ხო 10 ლარს უნიშნავენ დაუშვათ პოლიციისთვის შეიძლება ადვილია სატანი 10 ლარი თუ იმას არ არის და სხვა რაღაცაა და რაღაცა შეიძლება გამოსდათ. გუბერნატორისთვის და იმის მოადგილეებისთვის 25 ლარი ხელფასი შეიძლება მისაღებია, თუმცა დღეში არ ყოფნის 25 ლარი მარტო ბენზინის ფულად. მისიდან გორამდე იგი
მაგრამ იმ ხალხს რომელსაც მე სხვა გასახალი არ აქვს ვალ იძულებული ხდება ან ჯიხურში იდგეს ან ბაზრობაზე იდგეს არა ვიცი რა მე ცხოვრება მე უღლებს ხავს პედაგოგი და არ ვიცი მართლა ცხოვრობდი რა პედაგოგი ერთი ორჯერ ბავშვი გახდა გული წავიდა შიმშილის განაყოლა და მოდი 200 საქმეს ატარებს რომ არის გაჭირებული ბავშვი სკოლაში ვიცი ეს სიტუაცია რაც აი მართლა შემასწრენია მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთი დღის შეურაცხის გატარება და გამოტარება თბილისის ფოტოშოპის სახე ჩემს სახელს იგაებს ერთი დღის გავლა გამორო ერთი პატარა რაიონის ბიუჯეტი მაგის მოდი გადადიქით წანისის რეზიდენციაში იქ იყავ საცაცხოვრო იქ გქონდეს კაბინეტი და ოფისი იქ მოვა ვისაც დაიბადეთ ყველა ცუნცული თუ არა აი ეს კონფესიულობა რომ უნდა გაიაროს 18 მანქანა ესე იგი ერთ ესკურსში თან მერე დამშობი ისინი რა ქვია ამ გაზრდილი ხო ტელევიზორი და რადიო და ყველაფერი ითიშება რო გაიგეს რა ეხლა ეს ყველაფერი ღირს უზარმაზოდ ეს ყოველ 100 მეტრში ჯიხურები გაუკეთეს დაცვას ჯიხურებში დგანან და ესე იგი ერთი დღე ეხლა ადიგენის რაიონის ხელა ბიუჯეტი ჯდება მარტო გავლა საზღვარგარეთ მოგზაურობა თავის ჭყონიები ან ლეკიშვილები ან რავი მე მთელი რა მეგონი დამპროექტი არისთვის და პასუხის ხალხი არა პატარა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ შედაროჩი პატარა ქვეყნის არა საქართველოს ერთი პატარა შედარება მოდის ერთი პატარა შედარება მინდა გავაკეთო რადგან ამას ესე იგი სომხეთის პრეზიდენტს და მოლდოვის პრეზიდენტს შორის ხოვება ესე იგი თავრობის წევრსა და რიგით მოქალაქეს შორის არა აი ეს დემოკრატიის კატასტროფულად 2.5 შეიძლება 3 თეთრი დაждდეს შეძენილი ელექტროენერგია და ადგილობრივი ჩვენი წარმოებისა და ეს ნახევარჯდება ჰიდროელექტროსადგურებს ზოგს ესე იგი პოპულის რომ ბაზრის ყიდვა ბაზარია დამატებითი ხარჯი ამ შევიდეთ სასაცილო თანხაშერის რო იწოდეთ სასაცილო თანხაშერის რა ქვია ბაზრიდან შეიძლება თქვენი საშემოსავლო რაც ყავდება იმაზე მეტი არ შედის ბაზარი ძალიან ეს პრობლემა მშობლების გულისხმით გამოვა მიუხედავად იმისა რომ ეს გაჩვენებულ პირობებში ვასწავლეთ ჩვენს აბიექტენ კიდევ სხვა დამატებითი გადასახადები გვაქვს ჩვენი მშობლებს. გარდა იმისა, რომ ასიანი სწავლებაზე არიან ჩვენი შვილები გადასული, პლუს ამას ყოველ თვე ვატარებთ ერთ ლარს, კონდის ფულს. აი ესეთი რაღაცა კეთდება. ხო კეთდება საუბარი, იძულებულები არიან. ერთ რიცხვში მშობლებს ჩატარებული და დაგინჯობა მოსულიყო, დაბანაკებები ვიყავით ჩვენ. მომრებია, ვიფიქრე ალბათ მეთქი იქნება ესე რა ქვია ამ სკოლის პრობლემები გაჩვენებული და დაგეგმვის მოვლები. ამ დროს ჩამიტარეს პოლიტიკური ახლა განმარტებები, ხმას უნდა მივიცე, როგორ უნდა მივიცე და რანაირად. და რო შევეკითხოთ პოლიტიკოსებს, რომ ის ერთი ლარი საბინეთის მეთქი და ერალარ სამი
მაყვალა მეღეჯანაშვილი. მოდი. მაყვალა ერთებია აი მაგათაც ასეთი ჩათდასვაც არ ყვი. წიგს ვერ ახობა როგორი დიდოს მე პრასი წიგნით რამდენი გადაგდები პრასეს. აი მომენტს უცხო ვიჭი და კალენდარიანი წიგნი. რომეს უფრო შვიდლარი დღესაც აი ჩათდასავსე მაგწიგნი. ჩაწერას ვატარებ იძულებული და იმ ბავშვებს ეშა ზოგი შიერი მოდის სკოლაში. წიგნი გასავალ გამოარდა. ეს სკოლაში ჩვენს მასებად ის სანებულო და ჩვენი ზაფასეთი სახით არაფერი არ გიჭირავს ჯერ. ყველა გიდება და მიგრაცა ნერვიულა ვიჭირებია შიმშილი ეკონომიკურ პირობებთან ერთად სკოლაში გვაქვს. აი ეს მომავალ ყოველთვის ძალიან დიდი მაფიატია ვალდებული ხარ იცილებული ხარ სულ დღეში არის მასწავლებელი სულ დღეში არის მუშაობის არა და სურათიდან ბოლო შესული ისეთი რა ახალი ახალი წიგნები შეიძლება ეხლა ახალი გამოვიდა ხო ამ მარტოეს კი არა და ვიცი ჩაბმული ვარ როში სუბტაძე ისაუბრა მათემატიკის მეურვეო საკონტროლოს მეურვეო საშინაო დავალების რატომ ეს თვითონ პატარა წლებში ერთი და იგივე პირების ხელში ამოდია აი ამოდენა რომელსაც ჯერ ყოველ ხომობედა მეუწყე ბავშვთა როგორ აკეთებს სამაგერო მომავენ თანხებს რომ დავთვალიერებლის მილიონები საწყალო მოხდაკეს კაპიტალის ეს მასალა მომაიგდა რა აზრი აქვს ამის იმას ბავშვი ვერ გააგებინებს ვინ არის დავით აღმაშენებელი საწყალი მასალა ეხლა მე რა შემიძლია და სულ რა ქვია ორი პირადასჭა არ შემიძლია თავიდან ბოლომდე ჩვენ ვიბრძოლით რომ თვითმმართველობის ხელში ყოფილიყო განათლება თვითმმართველობის ხელში რაც არის მოგეუბნე ინიციატივის შემოსავლების ხარჯზეც კი ეს აშკარად ჩანს აი საბავშვოებაზე მე ვიტყვი რომ ის ხელფასი ის არ არის ხელფასი ნაცეცილი მაგრამ იმ შესაძლებლობის პარალელში ყოველ შემთხვევაში რომ ბავშვს ესე იგი გამგეობის ხარჯით პური დაუვიდეს სკოლაში და ის ფული არ აიგებს რა ფული ყველგან იქნება ვიცი რა რაც არის შენი შვილის და მორდა ის რომ სახელმწიფოს უჭირს და რაც შეგიძლია უნდა გააკეთო კიდევაც მაგრამ აი ეს დამცირებელი მდგომარეობა ერთხელ სამუდამოდ მოდის თუ გვინდა რომ რაღაცას ვიუახლოვთ ჩვენ განათლებას უნდა ვიცით რაღაცა მეტი სასწავლო მეტი საშუალება ისე როგორც კომუნისტების დროს ხდებოდა ეს საერთაშორისო ჭკვიანი იყო ის ხალხი აი მიმართულებით ძალიან ჩვეულოს ჰქონდა გაკეთებული მასწავლებელი ყავთ გამორჩეული გამოკვეთილი ფიგურა თუ რაიკომის დიმას ჰქონდა ხელფასი მასწავლებელსაც ჰქონდა ხელფასი დღეს ამ ხელისუფლება ხელფასებში თავრობის მომბეცის არა ის ხელფასი თავის დროზე გამოვიდა მოვიდესა ამ განათლებიდან მოვიდეს ჩვენ გავუშვებთ ამ მასალას რეალიზებას და კურიერსი ეს ინფორმაცია მის დააბრალეს ხელფასების გაუცემელი მის დააბრალეს 2000 ლარი აი მე გეტყვი ერთ ფაქტი რაც ჩემს შემოში 2000 ლარი აგე ქართლის რა ქვია აქ არის გამგეობიდან იყო გადარიცხული ამათ ანგარიშზე მე ამათ ტელევიზია რატომაც არ მოეწონათ გამგეობიდან თავისი რეკლამის დასაფინანსებლად რა თქმა უნდა და წერს ახლა გამგეობა ქართლის
ჩვენო ესთან ხავ თქვენთვის კი არ მოგოცა უნდა სხვა არხისთვის გადაგვერიცხავ შეცდომით ჩაიწყო შეცდომით როგორ უნდა ჩაიწყოს შეიძლება რომ ტელევიზიის სახელი მისამართი რეკვიზიტები საბანკო ერთ წუთში არ გადაიწყო შეცდომით შეგვეცო სასწრაფოდ დააბრუნეთ ესა თუ არა ამას გიზარდეთ რა ქვია იმის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა როდესაც ხალხი არ უშენდა ლაპიკმეცებს ხელისუფლებას არამედ პირიქით ხელისუფლება უშენდა ხალხს ჩვენ ძალიან კარგად მოვიქცეთ რა ასე ორიგინალური სახე დავატოვეთ მსოფლიოს და ეს ერთი რამე პოლიციის პოლიციას რაც უნდა გუშინდელი დღისა თუ გუშინდელი დღის დაგაკვირვება არ მოხდება ხოლმე ცერჩება რამდენი ხანი არ ჩაატარდა გაკუთვნილს მაგრამ ხელფასი წამოწევა ჩოლობს დასწინიან ასნაირად დასწინიან გორში მაგდა ხოს ხომ არ გაგუძინდება ალბათ მოგაკითხავთ ისე განცდები ხარ იქნებით რომ ჩვენ დღეს პასუხი არ გავიგებთ დღეს გავიგებთ პასუხს არ გავიგებთ დღეს ხვალდილით გავიგებთ პასუხს და იმ შემთხვევაში თუ ნორმალური პასუხით დაგყვანოთ ეგ უბრალოდ საქმეა და ალბათ მოვიფიქრებთ ყველა და ისე გამაკეთებთ და უშუალოდ ამ საქმეს კი უნდა თუ ჩვენი ამ გამოსვლით რაიმე იქნება კი აგერ დირექტორის მოგწა და იყო არ შემოსულა ვინ არ შემოსულა არც რატო არ შემოსულა აი იმიტომ რომ არ ესაჭირო გადაიდი მოგადადი რატო არ შემოსულა აი იმიტომ რომ მე ვარ პარლამენტის წევრი აქ რამე ისეთი ხდება რა პარლამენტის წევრი ვარ მე პარლამენტის წევრი მე გიცნობ თქვენ არ ხარ მე ვარ პარლამენტის წევრი 1900 ძალაშია 1900 კითხვა ხო იცით ძალაშია 1999 დიდი მადლობელი დეკემბრამდე დიდი მადლობელი ახან კითხვა მასწავლე დიდი მადლობელი ანუ რა ვიცი მე მგონი საჭირო არ იმიტომ რომ არაფერი რა ეთქობა დემოკრატიის გაკვეთილებით უნდა ჩაგიტაროთ ახლა ზოგიერთ დიახ კარგი და ნაცვლად იმისა რომ დამპალი თქვილი და შაქარი არ გქონდ კეთილი ნებაიბოძეთ ეს ხალხი მიიყვანეთ იქა და მოსთხოვეთ იმ გამგეობას ხელფასს აი რა კარგი წელდება მე ვთხოვე წამოვდადით მეთქი და არ წამოვიდე თქვენზე უწინ მე ვთხოვე რომ წამოვდადით და არ წამოვიდე ხო იყვნენ მოსულები აქ იყვნენ და არაფერი რატო არ აძლევენ არ უთხეს არაფერი არაფერი არ უთხეს და იმიტომ მეუძიეთ რომ მე უთხარ დღესაც წამოვდადით აი აქ რატია მე საერთოდ მოვიდა ხო იცია რომ გაფიცულები არის როგორ არის რატო არ მოდიან არ არიან რატო არ არიან საერთოდ კამპანიის რას ქვია იმიტომ გეჩვევა აგიტაციის ნორმალურად რატომ მეჩვევი იმიტომ გეჩვევა რომ ვერ ისინი მოგეყანა და არ არიან გასულიანია საერთოდ კამპანიისაცემ და მაგიტო თუმცენი აბარა ეგეთი ხაიცი არ გიცნობოდა ევროპას მაყინე ფერაკი ხაიცი არ გიცნობოდა გასაგებია ახლა რაკითხვა მასწავლე კარგია რა
ერთი-ორი სიტყვით კომენტარი გავუკეთეთ რომ გაძე გავუკეთო. აი რა ხდება რომ გაკვეთილები არ ტარდება. გაკვეთილები არ ტარდება ხელფასის გამო, მასე მოითხოვეთ რომ ხელფასი მასე მოგვეცით და არ შევა გაკვეთილება. ხოლოთა ნაწილი შევიდა მასალები, რო იცოდე ჩატარდა გაკვეთილება. ნაწილზე მასე არ შევიდნენ, მაგრამ სამწუხარო იცი რა არის გუშინ ახლა შეხვედრა იყო საარჩევნო, ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, მაგრამ არც ერთმა იქა ეს პრობლემები ჩვენი გამგებლის წინაშე არ დააყენეს. დღეს რა მოვუდათ მე აზრი. ეხლა ამ წუთში ინფორმირებულები არიან გამგეობაში რომ არ არის ადგილზე მე ხო გითხარით რაიონის შეერებაში. არ უნდა რა საერთოდ კაციშვილი არ არის. არ არის სულიქარი დასულები. ბეილბუქი და რა არის. სადღაც თვითონ მასწავლებლები ამბობენ რომ ჩვენ გუშინ უთხართ და გითხრეს ასე რომ ნოემბრამდე არ იქნება ხელფასებიო და ამიტომ ვაპირებთ ეს გახდა. არ გუშინ აი ეს ხალხი რომელიც დღეს ესე იტყვიან აღელებული არიან იმ საარჩევნო იმაზე ასეთი ველვარებით ასეთი მოთხოვით ხელფასებზე ხმა არავის ამბობენ. Ado. მე რა მექანიზმი გაქვს რომ აიწო ხელისუფლება რომ მოგცეს ეს ვითომ ხელფასი და ამიტომ გუშინდა გადავწყვეტ რომ მოდი გავიხსენოთ. გუშინ დირექტორმა გითხრა რომ გამგებელიო აქ არ არისო გაგნიძეზე გითხრა თბილისშიაო და ვინმე უკიდე ვაქნანა შენ შეიცხადე რა ხავქნა მშობლები უნდა მოვიდნენ შეხვედრაო და როგორ ვთქვი თბილისშიაო და ალბათ ხვალ იქნება შეხვედრაო. მე რა შემოვიდა კაბინეტში და მითხრა რომ მოვიდაო გაგნიძეო და მიდიო ხელფასი რო გინდა მოსთხოვეო. შემოვიდა დაკითხა მშობლები სხვადასხვა მშობლები და მოსახლეობა სხვადასხვა დონისა და რა დონეზე შეგვიძლია დაგვეყენებინა ხელფასის საკითხი და აყენა პენსიებსა და ხელფასების საკითხი. ძალიანაც არის სიამოვნა ვინ მძამდებდა იმ წუთში ეკითხა სხვა არავისთვის არ უკითხავს და ვინც ამბობი მოითხოვა ვინც მაშუღა მოითხოვა რომლე ჩასულიყო იქა არ უთქვია ვინახარო ვინც მოითხოვა წყალსადენის გაყვანა იმისთვის არ უთქვია მაგრამ ამას კითხა ვინახარო პასუხა პედაგოგიური რომელიც ასწავლიყო დაжда ეს და მე პასუხს იმ წუთში არ იძლეოდა ეთქვა მოინიშნა და მე ერთიან მოხსენებას გააკეთებდა და დააბრალებდა იმ ყოფილ ხელისუფლებას იმ ყველაფერს 9 წელი ვერ გამოასწორეს და გააკეთა პოლიტიკური ინფორმაცია რა მოხდა საქართველოში 91 წელს სულ იმას ისტორია და ეს ქვეყანა და რომ მაგათ არაფერი მოიგებდა ჩვენ არაფერი მოიგებდა ჩვენ რას ვთხოვთო იმ ეროვნულ ხელისუფლებამ დაანგრია ყველა აი ეს ინფორმაცია გააკეთა სარისმიერო და მადრობელი იყავითო ეს კომპიუტერი კაცის მაგათი დაყენებული იყო რომ გვირაბში სხვადასხვა საიდანაც სინათლე არა ჩანს ზუსტად მაგათი მას შეგვახედეს და რა გვინდოდა იმ გვირაბში ის როგორ გვირაბის მაგათი გაყვანილია სამაჩაბლოს უბედურება რაღაცა აბულაზების ომით მაგათი დაწყებულია და თოფიანი კაცებით ის ჯაბაიჩენიებსები მოდის გიხდით მაშინ მე დავალ გამგეობაში ვიღაცა მაინც იქნება შევხვდები აუცილებლად და დაველაპარაკო ჩვენ არ შევად გაკვეთილებს ვიდრე არ მივიდეთ ხებას დეკემბერს ამ ინფორმაციით დღეს თუ დავუშვებთ დიახ კარგია გენა დეკემბერს